ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, წეღანაც ლოცვაში ვამბობდი, მოციქული პავლე ამბობს ესეთ რაღაცას. თვითონ ვითომ ეგონა, რომ ღმერთს ემსახურებოდა და მიდიოდა იმ ადგილას, სადაც მორწმუნეები, ისინი, ვინც ნამდვილად ღმერთს ემსახურებოდნენ, მათ დასაპატიმრებლად მიდიოდა. თვითონ ქრისტემ თქვა, ზოგიერთ თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. როგორ შეიძლება, რომ ვიღაცის სიკვდილით ღმერთს, მაგრამ ასე ეგონება, ასე ჩათვლიან საჭიროდ. როგორ ფიქრობთ, როცა სტეფანეს ქოლავდნენ, რა განცდა ჰქონდათ? ისინი ზუსტად პავლე მოციქულიც იქ არის და იწონებდაო იმ საქციას და იმ საქმეს, რაც ჩაიდინეს. იმიტომ რომ თითქოს ღვთისმკრეხელობა იყო და ის უნდა ჩაქოლილიყო და დასჯილი იყო ჯულის მიხედვით. მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ ჯული აღარ იყო ეგ თავარი. იცით, როცა ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, ერთი ხშირად მithქვია, მაგრამ მინდა რომ კიდე გავიმეორო და კარგად გავიგოთ. ჩვენ აქ იმისათვის არ მოვდივართ, რომ ჩვენი ნებით ვაკეთოთ ის საქმეები, რასაც ჩვენი შეხედულებით ჩავთვლით საჭიროდ. ეს არ არის სწორი. სწორი ის არის, რასაც მე და რასაც ჩვენ ღმერთი გვეუბნება და მიგვანიშნებს თავისი სიტყვიდან გამომდინარე და ვაკეთებდეთ ისე. იცით, არ არის ადვილი, არ არის სასიამოვნო, რომ ვიღაცა მიმითითოს და ისე ვაკეთო. იმიტომ რომ ცოდვილი ბუნება ადამიანში იმდენად კი ჩვენ მორწმუნეები ვართ, ჩვენ უკვე გავმართლით, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ცოდვა არსად არ ქრება. ის შიგნით არის. უბრალოდ უმოქმედო მდგომარეობაში არის. მე დღეს ცოდვაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა შესავალი გავაკეთო იმისა, რომ წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ მე აქ იმისათვის მოვედი და თითოეულ ჩვენთაგანი მოვდივართ იმისათვის, ეს არავის დაუძალებია პირველ რიგში. ჩვენი თავისუფალი არჩევანია, რომ ვემსახუროთ ღმერთს. მაგრამ შეკითხვა იბადება, როგორ ვემსახურო ღმერთს? ჩემი შეხედულებით, ჩემი გაგებით, არანაირად. ყველაზე მთავარი არის ის, რომ წერილი იყოს თავის ადგილზე ჩემს ცხოვრებაში. ის, რასაც წმინდა წერილი ამბობს. იცით, ხშირად მithქვავს, რომ ქართველებს გვაქვს ძალიან კარგი გამოთქმები. ასე თუ ზოგი ხალხური, თუ ზოგი ასეთი. მაგრამ იცი, რამდენი ადამიანის არსებობს ესეთი გამოთქმა, იმდენი შეხედულება და აზრი არის. მაშინ როგორ უნდა წავიდეს ეკლესია წინ, როცა ამდენი 20 და 30 კაცს თავისი აზრი აქვს, ვისი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი? არც პასტორის, არც ლიდერის, არავისი. ღმერთის სიტყვის. იმიტომ რომ როცა თითოეული ჩვენთაგანი ღმერთის სიტყვას ემორჩილება, მე ხდება წესრიგი უკვე. იმიტომ რომ ღმერთი თავის სიტყვაში გვეუბნება, როგორი წესრიგი უნდა იყოს ეკლესიაში და ვინ ვის უნდა დაემორჩილოს. ეს არის თანმიმდევრობა, რომელსაც პავლე მოციქული ამბობს. ეფესელების მე-4 თავის მე-11 მუხლი ამბობს. მან დააყენა. ეს არც ჩემი დაყენებულია და არც ჩემი არჩევანი არის. ღმერთი უწოდებს ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინ იყოს პასტორი, ვინ იყოს გუნდის ლიდერი, ვინ იყოს მსახური და ასე შემდეგ. ის უწოდებს, მან დააყენა და დღეს მინდა ზუსტად ვისაუბრო იმ მსახურების საკითხებზე, რომ მე როგორც ეკლესიაში რითი ვარ დაკავებული. იცით, ეკლესია არ არის ის ადგილი, სადაც მე უნდა უბრალოდ მივდიოდე და მოვდიოდე, რომ თითქოს აი გახსოვთ ჩემ დროს სკოლაში იყო ხოლმე ესე, რომ შეიძლება ეხლაც არ იყო სხვანაირი ფორმით, მაგრამ ჟურნალები რო ქონდათ ხოლმე და იყო პლუს დაუწვენა, არ იყო მინუსი. ჩვენ იქ იმისთვის არ უნდა მოვდიოდეთ, რომ პლუსები დაგვეწეროს თითქოს ჟურნალში, ნახე მე დავესწარი მსახურებას. ეკლესია და მსახურება კვირის არ არის. ეკლესია არის ორშაბათისთვისაც ეკლესია არის და ჩემთვისაც მსახურება უნდა იყოს. სამშაბათისთვისა და მთელი კვირის განმავლობაში. უბრალოდ კვირას როცა მოვდივართ, ჩვენ უნდა მოქონდეს ის ზიარება, რაც ღმერთთან გქონდა. და მოვიდე და უნდა უთხრათ ღმერთო, აი წმინდა დღე, რომელიც შენ გამოყავი შენთვის და გვინდა რომ გემსახუროთ ისე, როგორც შენ გვეტყვი. ისე ვამბობ, რომ ცოდვილ ბუნებას არ უნდა რომ ვინმეს დაუჯეროს, არ უნდა რომ ვინმე მიუთითოს, არ უნდა რომ ვინმეს დაემორჩილოს. ცოდვილ ბუნებას ყველაფერი რაც ჩამოუთვალეს საწინააღმდეგო უნდა. მაგრამ თუ ღმერთს ვემორჩილები, თუ ღმერთს დავემორჩილებით, თუ შევძლებთ იმას, რომ ღმერთო, ებრაელების წერილში მე-10 თავში წერია, აი მოვდივარ შენი ნების ახსასრულებლად ღმერთო. ორჯერ იმეორებს მე-10 თავში ავტორი ამ წინადადებას.
შენი ნების აღსასრულებლად მოვდივარ. ჩვენ აქ ისევ ვამბობ, არ უნდა მოვდიოდეთ ჩვენი ნების გასატარებლად. ჩვენ ყველანი ის დღესაც სანამსახურება დაიწყებოდა, გუნდი ვლოცულობდით და ესეთ რაღაცას ვახსენებდით ლოცვაში, რომ ჩვენ აქ არ მოვდივართ პასტორის გამო. ჩვენ აქ არ მოვდივართ ჩვენი ოჯახის წევრების გამო. ჩვენ არ მოვდივართ ჩვენი ლიდერების გამო. აი ვიღაცამ რაღაც შენიშვნა არ მომწეს ან ასე. ჩვენ აქ ღმერთის გამო უნდა მოვდიოდეთ პირველ რიგში. თუ არ იქნება გათვით ცნობიერებული, რომ მე ვის გამო და რის გამო მოვდივარ აქ, მე მგონი საჭირო კარგად დავფიქრდეთ და საკუთარ თავში შევეკითხოთ, რომ რისთვის დავდივარ. სიარული არაფერს არ ცვლის ადამიანს. ერთი ფრანგი რეჟისორი არის, ესეთი რაღაცა თქვა და მე მჯერავს, რომ ეს ასეა. ესეთ რაღაცას ამბობდა, თუ ყოველ დღე გარაჟში იქნები, მანქანა ხდები? ვერასოდეს შეიძლება მთელი დრო გარაჟი ბოდიშით, ეს რუსული სიტყვა ავტოფარეხი. თუ მე მთელი დღე და ვიცი ადამიანები, რომ მთელ დღეს ავტოფარეხში ატარებენ, მაგრამ ისინი მანქანები ვერასოდეს, ავტომანქანები ვერასოდეს ხდებიან. ისინი მაინც ადამიანები არიან. თუ ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, ეკლესიაში სიარული ავტომატურად ადამიანს არ ხდის ქრისტიანად. მე დღეს და ჩემი თემა მინდა მიმართო იქითკენ, რომ ქრისტიანობა როგორც მსახურება და ქრისტიანი როგორც მსახური. აი ასე პირობითად დავარქვით ჩემ თემას, რომ ქრისტიანობა როგორც მსახურება და ქრისტიანი როგორც მსახური. იცი დღეს შეიძლება ბევრი ამბობს, რომ მე მწამს უფლის. რწმენას მე ვერ ვხედავ, ვერც ჩემსას და თუ ჩემსას მე სხვისი როგორ დავინახო. მე რწმენას საერთოდ ვერ ვხედავ. მე მწამს უფლის, მე მწამს ქრისტესი. სად არის რწმენა? სად შეიძლება დავინახო მე რწმენა? რაში შეიძლება გამოვხატო ჩემი რწმენა? რაში უნდა გამომადგეს ჩემი რწმენა, თუ ის უბრალოდ ავიღებ, მე ამ ჭიქას, სადაც წყალი ასხია, თუ მე ამას არ გამოვიყენებ, ეს ჭიქაც აქ იდგება და წყალიც არ დააკლდება ერთი წვეთი. იმიტომ რომ ჭურჭელი რომელიც არის არ არის გამოყენებული. დღეს შეიძლება ცირა დავდიოდეთ ეკლესიაში წლების განმავლობაში. რა იცვლება? როცა შეხედავ ადამიანს 50 წელი ეკლესიაში, 50 წუთი ქრისტიანობას ვერ შეიძლება გამომჟღავდეს მისგან. და რა არის ქრისტიანობა? ისე რომ რწმენა, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რწმენა გამოიხატება მსახურებებში. რწმენა გამოიხატება საქმეებში. რწმენა გამოიხატება იმაში, რომ მე რა შემიძლია დღეს რომ ღმერთს ვემსახურო. ყველაზე კარგი მაგალითი, რაც ღმერთმა დაგვიტოვა, რაც უფალმა მოგცა. მე როცა შესაწირავზე გამოვდივარ ხოლმე, ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე და ამისთანავე თვითონ პასტორიც მახსენებდა, ეს მუხლიო შენ ძალიან გიყვარს. უბრალოდ კი არ მიყვარს, ერთ-ერთი მუხლია, რომელიც აი რაღაცნაირად ამოვირჩიე და ჩემ თავს დაუდე, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა ვაკეთო ღმერთის საქმე, ან როგორ ვემსახურო მას. ეს არის რომაელების 15:4. რომ ყველაფერიო ჩვენ სასწავლებლად დაეწერა. თუ კი ვიღაცას რაღაცა არ შეშლა მოუვიდა მსახურებაში და საქმეში და ეს ბიბლიაშია დაწერილი, ნახე ეს იმას მოუვიდა. მე ხო ესეთი არა ვარ. მე მასზე მეტი შემიძლია გავაკეთო. არა და იმიტომ არის დაწერილი იმას რომ მოუვიდა, ეს ჩემთვის იყო სამაგალითოდ, რომ მეც ყურადღებით ვიყო. რომ მსგავსი რაღაცა ჩემზე სულიერების იყვნენ, რომლებმაც საერთოდ მსახურება მიატოვეს. ხშირად ბრძენი ის არის, ვინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ ისიც ბრძენი არის, ვინც სხვაზე დაკვირვებითაც სწავლობს. და ვზივარ ჩემთვის და ფიქრობ, უბრალოდ, რა იყო ღმერთო ეს? რა მოხდა? მე ჩემთვის მაინტერესებს, იმიტომ რომ ნახე ერთი, ნახე მეორე, ნახე მესამე და ისინი ვინც მსახურებაში იდგნენ, უკვე აღარ არიან. ქრისტეს ერთ-ერთი სურვილი რაც იყო. ლუკას 12:49. ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა რომ ენთებოდეს. სურვილი ქონდა როგორი იცით ქრისტეს, ეს ყველას გვეხება. ეშმაკი მოდის წეღა ლოცვაშიც ვამბობდი რომ მოიპაროს და მოკლას. რომ გაანადგუროს. დღეს რო ანთებული ვარ, მადლობა ღმერთს, გავიხედები რამოდენიმე ხნის მერე და ჩავქრი აღარა ვარ საერთოდ ეკლესიაში. რამდენს ქონიათ, მე ძალიან ბევრჯერ მინდოდა რომ საერთოდ მსახურებისათვის თავი დამენებებინა, ისეთ სიტუაციაში ვიყავი. საერთოდ ეკლესიაში მოსვლის სურვილიც არ მქონდა. მე თქვენზე არ ვამბობ, მე ჩემს შეცდომებზე ვსაუბრობ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როცა ხორცში ვარ, ძალიან ბევრს შეიძლება ფიქრედაც კი მოგვივიდა, რომ რა ძალა მადგია. დავანებებ რა ყველაფერს თავს რა.
წავალ ჩემ თავს მივხედავ. წავალ ჩემს ოჯახს მივხედავ. ჩემს მდგომარეობას მივხედავ. საერთოდ არ მაინტერესებს არავინ და არაფერი. რა ძალა მადგია. მაგრამ როცა დავრჩენილ ვარ ღვთის პირისპირ, ჩემს ფიქრებში, ჩემს ლოცვებში, ჩემს განცდებში, ყოველთვის ერთ რაღაცას ღმერთო, შენ ჩემთვის არ გიღალატია. მე როგორ გავაკეთო ეს? მეორე ტიმოთეს წერილი მინდა წავიკითხო, სანამ უშუალოდ თემას დავიწყებ. მეორე ტიმოთეს წერილში პავლე მოციქული ამბობს ასეთ რაღაცას. მეორე თავი 10-13 მუხლევი. ამიტომ ყოველივეს ვითმერთ შეულთათვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოს მიერ საუკუნო დიდებასთან. სარწმუნოაო სიტყვა, თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ვიცოცხლებთ კიდეც. თუ მოვითმეთ მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც. თუ უარყოფთ, ისიც უარყოფსო ჩვენ. თუ ჩვენ არ გვწამს, იგი რჩება ერთგული, ვინაიდან საკუთარი თავის უარყოფა არ შეუძლია. იცით, ძალიან ხშირად შეიძლება ვამბობდეთ, რომ ღმერთო მე აღარ მინდა, გავანებე ყველაფერს თავი. ის ხო ბოლომდე ერთგული დარჩა. იმას საკუთარი თავის უარყოფა არ შეუძლია, რაც შემოგთავაზა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, ოქროს მუხლია იოანეს 3:16, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი მისთა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ზეპირად ვიცით, მაგრამ საზეპირო სიტყვებმა ჩვენ არ უნდა გაგვიმიჯნოს უბრალოდ რომ დაზეპირებით ვიცი. ეს უნდა გახდეს ჩემი შინაგანი, რომ ღმერთმა საკუთარი თავი იმიტომ უარყო, რომ შევერიგებინე მასთან. ქრისტე მოვიდა, მან იმსახურა, საქმე გააკეთა. ის კი არ მოვიდა უბრალოდ, იცი რა, მოდი წავალ სადღაცა დედამიწაზე, რომელიც ჩემი შექმნილია, უბრალოდ ვნახავ დავტკბები, როგორია იქაურობა ჩემი შექმნილი. ის ამოგზაუროთ არ მოსულა. ის არ მოსულა იმისათვის, რომ მე დავტკბე და ცხოვრება გავატარო. ზოგმა შეიძლება თქვას, ის ქრისტე იყო და მიზანი ჰქონდა და ის მიზან დასახულად მოვიდა და შეკითხვა მაქვს იგივე კითხვაზე კითხვით. და ჩვენ რისთვისა ვართ აბა მოვლენილი? ჩვენ არა გვაქვს მიზანი, ჩვენ არა გვაქვს რაღაცა ხედვა, ან არ უნდა გქონდეს. ყველას აქვს თავისი დანიშნულება. ყველას აქვს თავისი დანიშნულება. მიკროფონიც კი, რომელიც მე ხელში მიჭირავს, მას თავისი დანიშნულება აქვს. თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს, როცა მოვლენილი ვართ დედამიწაზე, უნდა ვამბობდეთ, რისთვის მომავლინე ღმერთო. ვიღაცებმა გაიგეს უკვე და მიყვებიან. ვიღაცები შეიძლება პროცესში არიან. ვიღაცები ჯერ საერთოდ არც კი მისულან იმ შეკითხვამდე, რომ რისთვის ვარ მე ღმერთო აქ. თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს უნდა უსმენდეთ შეკითხვას, რომ რისთვის მომავლინე ღმერთო? რა არის ჩემი ფუნქცია? რა არის ჩემი საქმე დედამიწაზე? რისთვის მომიყვანე? რა ნიჭი ჩადე, რა ტალანტი ჩადე, რისთვის? წეგანაც ეკა ამბობდა, რომ გარდაცვლილი ადამიანი, 21 წლის ბიჭი, უამრავი ადამიანი ყოველ დღე კვდება, მაგრამ უამრავი ადამიანი ყოველ დღე იბადება. მაგრამ შეიძლება ბავშვი პატარაა და არ იცი, როცა იზრდება, ან მშობლები, ან ისინი ვინც მის ასე ვთქვათ, არიან მზრუნველობაში, რომ ასწავლიდეს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. რისთვის მომავლინე ღმერთო მე? მე დარწმუნებული ვარ 100% და ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ ღმერთს არ მოვლენი ვარ ეკლესიაში სასიარულოდ. მე ეკლესიაში სასიარულოდ ღმერთმა არ მომიწოდა. მე ეკლესიაში სასიარულოდ ღმერთმა არ დამიძახა. მე ღმერთმა რაღაცა დანიშნულება მომცა, რომ რაღაცა ვაკეთო. მაგრამ სად უნდა ვაკეთო? სხეულში უნდა დამიძახა და არა ჩემთვის. იცით, ძალიან ბევრი ადამიანი მე შევხედრივარ მისაუბრია, არა მარტო ჩვენ ეკლესიაში. ჩვენ უამრავ ადამიანს ვიცნობთ სხვადასხვა ეკლესიიდანაც კი. და უბრალოდ ზოგჯერ როცა შეიძლება საერთოდ ჩართული არ ახართ საუბარში, მაგრამ უბრალოდ ისმენ სიტყვებს, ისეთ სიტყვებს, რომ საერთოდ ხვდები, რომ ღმერთო, ჯერ რატო მოხდი საერთოდ აქ? ან რატო ვისმენ ამ სიტყვებს? მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. რაღაცა უნდა რომ ალბათ ღმერთმა გამაგებინოს და ჩემგან დაიწყოს და ჩემით დაიწყოს. რომ ის რისთვისაც მე მოვლენილი ვარ დედამიწაზე,
და გავიგე უკვე რომ იცი რა მე ღმერთმა გამამართლა, გადამარჩინა, მომცა შვილობა, მადლი მოგცა, სიკეთე მოგცა, გაგვამართლა. ეს გასაგებია, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება? ჩვენ ისევ ჩვენი გზებით ვიაროთ, ჩვენ ისევ ჩვენ არის რაღაცა დანიშნულება. არის რაღაცა გზა გასავლელი, რომელისკენ უფალი გვეძახის მომყევით. მოწაფეებსაც ეუბნებოდა გამომყევით. რისთვის უნდა გაყოლოდა? უბრალოდ ქრისტეს არავის გაყოლვა არ ჭირდებოდა. მაგრამ ისე ვისთვის არის კარგი? უნდა დავინახოთ ვისთვის არის კარგი, როცა მე მოვდივარ და უფალს ვემსახურები. ღმერთს წეგან თორნიკეს ამბობდა შესაწირავზე, რომ ღმერთს არაფერი ჭირდება. ჩვენი არც საქმის შეჩერებით და არც მიძღვნილი მსახურებით ჩვენ რით უნდა გავაკვიროთ ღმერთი? ის მაინც ღმერთი რჩება, მე მას ვემსახურები თუ არ ვემსახურები, ის მაინც ღმერთი რჩება. ჩემთვის არის კარგი. ჩვენთვის იქნება სასიკეთო, რომ მე იმიტომ ვემსახურები, რომ ღმერთმა მომიწოდა. მეორე კორინთელების წერილში წმინდა წერილი და წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ სიმართლის იარაღი მარჯვენაში და მარცხენაში. სიმართლის იარაღი მარჯვენაში ეს არის, რომ მან მე გამამართლა, მაგრამ მარცხენა არის ის, რომ მე ამ გამართლებული საქმეებით ვიარო და ვიმსახურო. ისევ მსახურება არ არის 2 საათი ეკლესიაში კვირა დღეს. მსახურება მაშინაც არის, როცა ოჯახში მივდივარ. მსახურება მაშინაა, როცა სამსახურში მივდივარ. მსახურება მაშინაა, როცა ქუჩაში მივდივარ. ჩვენ ყველგან უნდა მსახურობდეთ. მსახური ყველგან უნდა იყოს მსახური. წინა კვირას პასტორი შმაგიც ამბობდა, როცა პატრულის თანამშრომელი პოლიციელი, აგინდაც ექიმი რო ავიღოთ, ხო? ის შეიძლება იმ მომენტში თავის ასე ვთქვათ კვადრატში არ არის პოლიციელი და ან შეიძლება ექიმი თავის ასე თუ საავადმყოფოში არ არის და იქ საქმეს არ აკეთებს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ ადამიანს უჭირს მისი ვალდებულება, რომ ის უნდა გააკეთოს და შეასრულოს. ის ვერ იტყვის, იცი რა, მე დღეს არ ვმუშაობ. ეს დღეს ჩემი საქმე არ არის, მე შვებულებაში ვარ. აი გუშინ კადრები იყო Facebook-ზე, სოციალურ ქსელში უყურებდი, როცა პატრული ერთ პიროვნებას აკავებდა და მეორე ცოტა ასაკიანი მამაკაცი გამოესარჩლა. და რო გამოესარჩლა, დაიჭირეს ეს კაცი და ცუდად გახდა. გონება დაკარგა და ცუდად გახდა. ყველა ვინც ექიმი იყო თუ არ იყო, ყველა დაეხვია რომ რაღაცა იმას ექიმი. და იქ აფთიაქი ყოფილა, მე გამოვიდნენ კიდე თან ის აფთიაქის თანამშრომლები და მოემსახურნენ და რა ვიცი რაღაც წამლები და ისინი მისცეს. ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ის უნდა შევასრულო, რა ნიჭიც მაქვს. სადაც არ უნდა ვიყო და მარტო ეკლესიაში კი არ, ეკლესიაში არის უბრალოდ ყველაზე კარგი ნიადაგი ადგილი, სადაც მე შემიძლია მოვიდე და ვემსახურო უფალს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მარტო კვირას ვარ მსახური, დანარჩენი დღეები ღმერთო მე არა ვარ მსახური. მსახური ყველგან მსახურია. ყველა სიტუაციაში და ყველა სფეროში. მე მინდა დავიწყოთ და წავიკითხოთ, ვისაც გაქვთ წმინდა წერილი სახარებები, იოანეს სახარება ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მინდა რომ შევხედოთ იმ საკითხებს, რასაც წმინდა წერილი გვასწავდა, თვითონ იესო ქრისტემ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი დაგვიტოვა, როგორც რომაელების 15:4 ვახსენე. ეს არის იოანეს სახარების მე-13 თავი. მოდი მე-4 მუხლიდან წავიკითხავ, მე-17 მუხლის ჩათვლით. წამოდგა სერობიდან, გადადო ზედა სამოსელი, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყაო. ეს ქრისტეზეა ლაპარაკი. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანებელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანვა და შემშრალება პირსახოცით, რომელზეც წელზე ქონდა შემორტყმული. მივიდა სიმონ პეტრესთან, მან კი უთხრა: უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები? იესომ უთხრა პასუხად: რასაც ვაკეთებ, ახლა არ იცი, შემდეგ გაიგებ. პეტრემ უთხრა: არასოდეს არ დამბან ფეხებს. იესომ უპასუხა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. სიმონ პეტრემ უთხრა: უფალო, ჩემი მარტო ფეხები კი არ, არამედ ხელებიც და თავიც. იესომ უთხრა: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლიანად წმინდაა და თქვენ წმინდა ხართ, მხოლოდ ყველა არა. რადგან იცოდა ვინ გასცემდა, ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართ წმინდანი. ფეხები რო დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გაგიკეთეთ? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს და სწორად ამბობთ, რადგან ვარ მე. ამიტომ თუ კი მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე გაგიკეთეთო, თქვენც გააკეთოთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ,
მონა არა თავის ბატონზე დიდი და წარგზავნილი არ არის დიდი იმაზე, ვინც ის წარგზავნა. თუ ეს იცით, ნეტარ ხართ თქვენ თუ ამას გააკეთებთ. ეს მონაკვეთი რატომ წავიკითხე? ხშირად აგვაქვს მოსმენილი. ყველაზე მთავარი და ყველაზე პირველი, რაც უფალმა მაგალითი მოგცა, არის რომ თვითონ ეს ზედასამოსელი ხშირად გვიხსენებია, რომ ეს სტატუსია. ეს არის სტატუსი, რომ მოძღვარი, უფალი, ღმერთი, გადადოთ ყველაფერი თავისი, რაც ეს სტატუსი ქონდა. დღეს ხალხი როგორ არის, იცი, მე თუ მაქვს სტატუსი, ზედმეტად თითის გამძრევი არ მაქვს, არა ვარ არაფერზე. არა და ღმერთი ამბობს, რომ ის რაც ადამიანთა წინაშე ამაღლებულია, ღმერთის თვალში სისაძაგლიაო. თუ არ ვწდები ლუკას ახარების 16:15 ან პირიქით 15:16. სისაძაგლია. ანუ ნახეთ, თვითონ უფალმა მაგალითი დაგვიტოვა, რომ თქვენ მე მიწოდებთ უფალს, თქვენ მე მემსახურებით. ეს კარგია. მაგრამ პირველ რიგში მე მაგალითი მოგეცით, რომ როგორ უნდა ემსახუროთ ერთმანეთს. არავინ არ არის არავიზე მეტი. მაგრამ მე მაგალითი მოგეცით, როგორ ემსახუროთ ერთმანეთს. იცით, დღეს პასტორი ძალიან ბევრს გვემსახურება. ლიდერები ბევრს გვემსახურებიან. მსახურები ვინ ჩართულები არიან საქმეში გვემსახურებიან. ვალდებულები არიან? ვინმე არის ვალდებული? მე დარწმუნებული ვარ, არავინ. მაგრამ იმიტომ აკეთებს თუნდაც პასტორი, თუნდაც ნებისმიერი პიროვნება, რატო ვითმენ, წეგან ვახსენებდი, რა ძალა მადგია. რატო ვითმენ? რისთვის ვითმენ? იმიტომ რომ შევასრულო ღმერთის ნება. შევასრულო ის, რაც ღმერთმა დამაკისრა და მომცა, რომ შენი დანიშნულება იპოვე იმ სხეულში, სადაც შენ მოგიწოდე. დღეს მოწოდებულები ვართ იმისათვის, ყველა მოწოდებულია. მაგრამ იცი რა, სხეულში მოწოდებას და ჩვენ მე წავიკითხავთ ადგილებს, პავლე მოციქული წმინდა წერილიდან ორ ადგილს ახსენებს სხეულს. სხეულში არავითარი ორგანო არ არის დანიშნულების გარეშე. ფრჩხილიც რო ფრჩხილია, მას აქვს თავისი დანიშნულება, რომ კან ქვეშ ის ჩირქი არ გაჩნდეს და ცუდი რაღაცები არ მოხდეს და ისიც იცავს კანს დაზიანებისაგან. ყველაფერს და ყველას აქვს თავის დანიშნულება. ეხლა გადმოვიტანოთ, პავლე მოციქული ამბობს, რომ სულიერად უნდა გადმოვიტანოთ და დავინახოთ. ჩვენ სხეულს წარმოვადგენთ ქრისტეში. ეკლესია. მე რა დანიშნულება მაქვს? რა დანიშნულებით უნდა ვემსახურო? მე საკუთარ თავს არ ვემსახურები. რა დანიშნულებით ვემსახურები მე ეკლესიას? მე იმიტომ ვამბობ, რომ ჩილმენდლები, სულიერი პაგონები, ასე რო ვთქვათ, ისინი მე რაღაცები მაქვს, ყველაზე დიდი უფალი იყო. ყველაზე დიდი უფალი იყო. თუ კი დღეს პასტორები იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა მსახურები, გვემსახურებიან, ისე არ გვემსახურებიან, იმიტომ რომ ვიღაცისგან დავალებულები არიან. არა. უბრალოდ ეს არის პირველი არჩევანი იმისა, რომ თუ მე მოვდივარ ღმერთო ეკლესიაში, შენ სახში იმისათვის, რომ ვაკეთო არა ის, რაც მე მინდა, არამედ ვაკეთო ის, რაც შენ გინდა, მე მაშინ უკვე ვდგავარ მონის მდგომარეობაში. მონას გულისხმობ იმას, რომ მე ჩემი დანიშნულება უნდა შევასრულო. და ვაკეთო ის, რისთვისაც მოწოდებული ვარ. დღეს უკვე ამბობენ, რომ სოფლიოში 7 მილიარდამდე უკვე ადამიანია. არც ერთი ადამიანი არ არის დაბადებული დანიშნულების გარეშე. ყველას აქვს. ისე ვამბობ, ზოგმა უკვე გაიგო, ზოგი შეიძლება პროცესია, გაგების პროცესში და ეძებს, ზოგი შეიძლება არც დაუწყია. მაგრამ არის რაღაცა, რომ მე ვემსახურები, იმიტომ რომ მე არა ვარ დიდი. იესო ქრისტემ რა თქვა, იცი? ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, იყოსო ყველას მსახური. მინდა რომ პირველი ვიდგი აქა, მინდა რომ აი ზოგს გონია პასტორი ნახე გამოს, პასტორი ჩანს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ყველას ემსახურება. და თუ უნდა რომ ის რაც მოწოდება აქვს, როგორც პასტორს მოწოდება, თვითონ უფალია უნება. ეხლა დადექი და მოემსახურე ჩემ ხალხს. და რამოდენიმე ხნის წინ თვითონ პასტორმა სახსენა აქ, რომ მე ვინანიებ, როდესაც ცოტა სხვანაირად ვიქცეოდი და ღმერთმა მომხილე და მეუნებოდა, ან მოემსახურებია ჩემ ხალხს, ან წადი. ღმერთი ყველას გვიწოდებს, მოემსახურე ჩემ ხალხს.
ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მომსახურებად ვართ მოწოდებულები. პირველი პეტრეს წერილი მეოთხე თავი. მეათე მუხლი. ერთმანეთს ემსახურეთ თითეული იმ ნიჭით, როგორიც მიიღო ვითარცა კარგი სამხმართველი ღმერთის მრავალგვარი მადლისა. თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვემსახურებოდეთ უფალს და თითოეული ჩვენთაგანი უნდა ემსახურებოდეს ერთმანეთს. ჩვენი ღმერთთან მსახურება გამოიხატება ერთმანეთის მსახურებაში. წეღან თორნიკეც ამბობდა, რომ ღმერთს არაფერი ჭირდება, მაგრამ მისი ეკლესია და მისი სხეული აქ არის დედამიწაზე. და ჩვენ უნდა ვხედავდეთ იმ დიად მიზანს, რომ ღმერთო რომ დამიძახე, რისთვის დამიძახე. მე გავიხსენებ მაგალითს იგავს, რომელიც ქრისტე მოიყვანა, როცა ეკა ლოცულობდა ზუსტად, მაშინ გამახსენდა ეს ადგილი. დრო რო არ დავკარგო ამას, უბრალოდ არ წავიკითხავ, ისე გეტყვით. ეს არის ადგილი, სადაც 10 კეთროვანი განკურნა იესო ქრისტემ. ყველას ჰქონდა საჭიროება. ყველას ჰქონდა საჭიროება და ყველა მივიდა და არავის არც ირცხვილი აღარ გააჩნდათ. არც რაღაცა ისე რომ ხალხი რა სიტყვის. არც ის მე საჭიროება მაქვს და სულ არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის. ღმერთო ეხლა შენ ჭირდები, შენ შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ მომიტანო ის, რაც სხვამ ვერაფერი გააკეთა. ვერც ფულმა გააკეთა. ვერც რავიმე პროფესორებმა და ვერც ვერავინ. ღმერთო შენი დახმარება მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ. და როცა განკურნა, მხოლოდ ერთი დაბრუნდა და ქრისტე შეკითხვას სვავს. განა 10-ვემ არ მიიღო საჭიროებაზე დაკმაყოფილება, განა 10-ვემ პასუხი არ მიიღო, 9 სადღა არიან. ნახე ის ცოდვილი ალბათ რადაზე იტყო და ან კიდე მარიზი ან ვიღაცა სხვაზე იქნებოდა. ჩემზე არ არის დაწერილი ეს. არ და იმ 9-ში შეიძლება მე ვიყო და საკუთარი თავი მოვიაზრო. სადა ვარ მე 9 უმადურ შორისა ვარ თუ ერთ მადლიერ შორისა ვარ. ეს განსაზღვრება უნდა გავაკეთოთ, რომ სად ვარ, რომელ ბანაკში ვარ მე. მე მივიღე წავედი. იცით, ძალიან ბევრმა ადამიანმა პასუხები ღმერთისგან მიიღო და ეკლესია დატოვა. იმის მაგივრად უფრო მეტად ემსახურა ღმერთს, რისთვის მოგცა განკურნება. ღმერთი უხეშად ვიტყვი, არავის არ აყვედრებს, მაგრამ ადამიანი ძალიან ცუდი გზით მიდის, როცა ამას აკეთებს, როდესაც მე მივიღე რაც მინდოდა და წავედი ჩემი გზით. აბა კარგად იყავით. თუნდაც მე რამდენჯერაც კი მქონია, მე ფიქრადაც კი მქონია და იცი რა, ყველაფერი გადაწყვეტილება თუ მოქმედება ფიქრში იწყება, რომელიც არ საერთოდ არ ჩანს. არასწორი ფიქრი, არასწორი აზრი, მე არასწორად საუბრობ, არასწორად ხედავ, არასწორად მოქმედებ და საერთოდ აღარ ავალ მსახურებაში და არც მსახურებაში კი არ ეკლესიაშიც კი. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენთვის. რატომ? იმიტომ რომ წმინდა წერილი ლაპარაკობს, აი წეღა რასაც ვამბობდი, რომაელების მე-12 თავი, მე-6 მუხლები და გვაქვსო მადლით სხვადასხვა ნიჭიო მოცემული, ჩვენთვის მოცემული. თუ წინასწარმეტყველება ვარ რწმენის აზომით, თუ მსახურებაა მსახურებით, თუ მასწავლებელია სწავლებით, თუ შემგონებელია შეგონებით, გამჩუქებელია უბრალოებით, უფროსიაო სიბეჯით და ქველმოქმედია გულითადობით. პავლე მოციქული ამბობს, რომ აი ეს არის ის, რაც მოცემული გვაქვს სხეულში. ნახეთ, კორინთელების წერილი მე-12 თავი, იგივე სხეულზე ამბობს, წავიკითხავ მე-4 მუხლიდან. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა. ყველა ვერ იქნება თავი, ყველა ვერ იქნება ხელი, ყველა ვერ იქნება ფეხი. მაგრამ ყველას თავისი ფუნქცია და მოწოდება აქვს სხეულში. ჩვენ სასტითაოდ არავინ არა ვართ. იცი ცალკე ხელს არაფრის გაკეთება შეუძლია. პავლე მოციქული მე ამბობს, სანამ გავაგრძელებ აქ კითხვას, ესეთ რაღაცას ამბობს. ეხლა ხელმა რო თქვაასო, რომ მე ფეხი არ ამჭირდება, იმის გამო რომ მე ვერ ვივლი? კი, არიან ხალხი, რომლებიც შეიძლება ცირკში ჟონგლიორობენ და ხელი დადიან, მაგრამ რამდენს ივლი ხელით? 30 წელი, 40 წელი, 50 წელი, რამდენი ხანი ივლი ხელით? ბუნებრივად მოწოდება არის, რომ ფეხმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და იაროს. უნდა იაროს. ეს ბუნებრივად არის და ჩემი მოწოდება, რომელიც ღმერთმა მომცა ბუნებრივად. მე რატო უნდა ვაკეთო ის, რაც ჩემი არ არის?
ამის წინათ პასტორს რაღაცაზე ვესაუბრებოდი და ესეთ რაღაცას მეუბნებოდა, რაც ძალიან გულში ჩამრჩა. თუ ღმერთი ამ საქმისათვის გვიწოდებს და უარს ეუბნები, ცოტა დასაფიქრებელია. და თუ არ გეუბნება და იქ შედიხარ, სადაც ღმერთი არ გიძახის, ესეც არასწორია. ეს იმდენად დამაფიქრებელი იყო, ღმერთო, მე მინდა გემსახურო იმაში და დღესაც შეიძლება მე ბოლომდე ამომწურავოთ, არ ვიცი რა არის ჩემი საქმე, მაგრამ ერთი რაღაცას მივხვდი და ვფიქრობ, რომ ეს ყველას გამოგვადგება ჩვენს ქრისტიანულ მსახურებაში, რომ რაც ვიცი იმას გავაკეთებ. და თუ ისიც არ ვიცი რა გავაკეთო, იმას მაინც დაუდგები გვერდში, რომ ვინც იცის იმასთან ვიმსახურო. ჩვენ რომ მოვედით, ჩვენ ხო მცოდნეები არ მოვედით ეკლესიაში. ჩვენ ხო ძალიან ბევრი რაღაცა არ ვიცოდით, საერთოდ პრინციპები, ღვთიური სწავლება, ღმერთის სიტყვა და ასე შემდეგ. ჩვენ ბევრი რაღაცები არ ვიცოდით. მაგრამ ვინც იცოდა, იმასთან ვიყავით ახლოს და გვეუბნებოდა და პასტორი ხშირად გვასწავლიდა, მიყურე მე ვაკეთებ შენ მიყურე. მე ვაკეთებ შენ მიყურე. ეხლა ერთად ვაკეთოთ საქმე. მე კიდე მესამეს დაუძახო და იმან გვიყუროს და მე იმან აკეთოს ჩვენთან ერთად და ასე გადადის. ბევრი რაღაცა მე მადლობას ვუხდი ღმერთს პასტორისთვის, არა იმიტომ რომ დღეს აქ არ არის და მე პასტორს კი არ ვქადაგებ. მე ვქადაგებ ის რაც სწორი არის. მე ვქადაგებ იმას რომ სწორ ხალხთან ყოველთვის სწორი სული მოდის. პავლე მოციქული ამბობს, ნუ დაიბნევით ცუდი საზოგადოება ხრწნის კეთილჩვევებს. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ მე ამ მუხტს საპირისპიროს დავამტკიცებ. და ბოლოს მოხდა ისე, რომ თვითონ საერთოდ იმ მდგომარეობაში მოხდა, რასაც წმინდა წერილი ეუბნებოდა. სწორ ხალხთან სწორი სულია და სწორი გავლენა არის. ამიტომ მოდით, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ სხეულში მე ფეხი არ მჭირდება, იმიტომ რომ ყველანი საჭირონი ვართ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე რა შემიძლია გავაკეთო. ყველა ისევ ყველა პასტორი ვერ იქნება, ყველა მქადაგებელი ვერ იქნება, ყველა მგალობელი ვერ იქნება. მე მქონდა რაღაცა სურვილები და მინდოდა რომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და მინდოდა რომ ხატვარი გამოსულიყავი, მაგრამ არ მქონდა ნიჭი. და რა გამეკეთებინა, ანუ რაც ნიჭი არ მაქვს, მოდი და გავაგრძელებ და ფინანსებსაც დავხარჯავ, დროსაც, ენერგიას, რომელიც არა მაქვს და არასოდეს არ გამომივიდოდა. და რატომ უნდა ვხარჯო დრო იმაში, რაც ჩემი არ არის. მაგრამ რაც ჩემია და რაც აღმოვაჩინე უკვე, იმაში მსახურობ. და მე მოუწოდებ და ჩემ თავსაც და სხვებსაც რომ ისე ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მე რა შემიძლია რომ გავაკეთო. ყველას შეუძლია გააკეთოს. იცით, არსებობს ადამიანების სხვადასხვა კატეგორია. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ზოგი ფიზიკურად ქვეყანაში არ არის. ზოგი რა და ზოგი რა, მაგრამ ერთი ყველაზე მთავარი არის მონდომება და სურვილი იმისა, მე როგორ შემიძლია ვემსახურო უფალს და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ყველაფერში გამოსავალს მოგცემს და დაგვანახებს, რომ როგორ ვემსახუროთ მას. პავლე მოციქული ამბობს, მსახურებანი სხვადასხვანაირია, მაგრამ უფალი იგივეაო. მოქმედებანი სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. ვინ უნდა ამოქმედოს? პასტორმა, ლიდერმა? მე თუ ღმერთთან ერთად დავდივარ, მე აღარ მჭირდება ვიღაცის მითითება. თუმცა იყო დრო რომ მჭირდებოდა, მაგრამ იმ დონეზე გავიზარდეთ, მე წეგან ვახსენი, არიან ხალხი, რომლებიც მთელი ცხოვრება ეკლესიაში დადიან. მე მახსოვს ერთ სახუმარო ისტორიას გავიხსენო ჩვენი ეკლესიიდან, ამონარიდი, ასე ვთქვათ. როცა ეს შენობა ვიყიდეთ, პირველი სართული იყო მაშინ დაბლა რაც და ძალიან გასაკეთებელი იყო. აი ცარიელი, აი დაჩის ემახსოვრება, ვინც უფრო აი ძალიან პირველები თუ ის ძველები, ასე რომ ვთქვათ, ვინც პირველივე დღიდან დავიწყეთ, რადას მეუღლე იყო, რა და იყო, ვეღარ ვიხსენ, ყველას ვერ ჩამოვთვლი. და გატყავებული იყო კედლები, მარტო სინკარებს რო ეძახიან, მარტო ისინი იყო. და გქონდა, აი სადაც ახლა მეათედის ჩასაყრელი ადგილია, ის შიგნით ოთახი რო არის. მან წინა მხრიდან იმდენად დიდი მაყულის ბუჩქები იყო, რომ შიგნით იყო შემოსული. და იმდენად ესეთი აი გაჭირვებული მდგომარეობა ქონდა თვითონ ქვეყანაშიც, არამც თუ ეკლესიაში, თვითონ ქვეყანაში და ყველას უჭირდა, რა თქმა უნდა. და ერთი ესე თქვა კარადო ქონდა, სადაც ჩვენს ასე თქვა ნახმარ ჭურჭელს, რომელიც შევწირეთ, ვინახავდით, რომ მიყუდებული იყო კედელზე. ასე იყო გვერდულად. თუ გამოწევდი, გადავარდებოდა. და მაშინ ვთქვით, რომ მოდი პასტორი ამბობდა, რომ მოდი ნელ-ნელად ყველამ რაღაცა პატარა პასუხისმგებლობები ავიღოთ, რომ ვიცოდეთ, რომ აი ამ საქმეს
სიტყვაზე ისაკეთებს იმას და ერთი პიროვნება ამობს, რომ მე ამას ამ კუხნის ის მე მესმის, პოვრობა მესმის, ესე და რაღაცას ჩავიბარებ. კაი, გასაგებია. არავის არ დაუძალებ, უბრალოდ გამოითქვა აზრი, ვინმე ხო არ გააკეთებს, პიროვნებამ თქვა, მე გავაკეთებ ამას. გადის რაღაცა პერიოდი, თვეები გადის, ჩვენ მუშაობთ, შრომობთ, რაღაცებს ვაკეთებთ, ეს კარადა ისე მიყუდებული. რა ახალი თებში, რა ისა, რა ვიცი, რომ ახსენდება კათედრის საკეთ ვიტყვი, შეიძლება თავმოყვარე ძაღლმა არ ჭამოს იქიდან. ისეთი თებშები და ისეთი მაგრამ ჩვენ მეტი არ გქონდა და ჩვენ ამაზე არ ვთაკილობდით. რაც გქონდა, მადლობა ღმერთს, ვემადლიერებოდით ღმერთს და ღმერთმა აქამდე მოგვიყვანა. და რაღაცა სუფრაზე ვზივართ, საუბრობთ რაღაცა და ეს პიროვნება ამობს და პასტორს ეკითხება. მე უკვე ყველაფერი ჩემი მსახურება ავაშენეო და არ დავიწყოთ ის კარადა, რომელიც კედელზეა მიყუდებული. და პასტორი ეუბნება, ჯერ მე პასტორი ვარ. მე ვერ შევედი პასტორ მსახურებაში. დღემდეც კი შეიძლება პასტორს კიდე ისეთი რაღაცების კეთება უწევს, რაც პასტორისა საერთოდ არ არის. და წარმოიდგინეთ 15-20 წლის წინანდეს მეუბნება, მე ჩემი მსახურება ავაშენეო. და ვიძახი, თუ აშენებულია, დღესაც კი არ შეგვიძლია თქვა, რომ ჩვენი მსახურებები ავაშენეთ. ეს პროცესია. როგორ შეიძლება თქვა, რომ მე ავაშენე უკვე? იცი რამდენი რამეა დღესაც გასაკეთებელი? და ვირითი უნდა გაკეთდეს? ჩემი და თქვენი ხელით. ყველას ხელით. კი, ის მდგომარეობა აღარ არის, რაც დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, წმინდა წერილი ლაპარაკობს. რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ შენარჩუნება იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავჩერდე ერთ ადგილას. პირიქით. ერთი რაღაცა არის. ვინც სახელი დამავიწყდა ის ელექტროკიბები რო რას ეძახიან მაგას, მეტროში რო ადიხარ. ესკალატორი დამავიწყდა უცბად. იქ რო დადგები, სულ არ იმოძრავ, ან მაღლა წახვალ. თუ დაბლა ჩამოხვალ, სულ ფეხი არ ჩამოვადგა, მაინც დაბლა ჩამოხვალ. ზოგს გონია რომ მე რომ უკვე მივახციე მსახურება და მე всё, აღარაფრის განვითარება აღარ მჭირდება. საერთოდ აღარაფრის განვითარება აღარ მჭირდება. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაიწყებს დაბლა ჩამოსვლას. მე შეიძლება საფეხურებში ესე არ გადავდგა ფეხი, მაგრამ ის ნამდვილად დაბლა ჩამოვა. ის ყოველთვის დაბლა ივლის და სადღაცა შეიძლება ფრიადიდი იყოს დაცემა. ამიტომ ჩვენ მუდამ უნდა ვიყოთ იმაში, რომ ღმერთო, წინა კვირასაც პასტორი შმაგი ამბობდა, რომ მე ღმერთს ვიცნობ. როგორ შეიძლება უბრალოდ ღმერთს ეთქვა, რომ მე ღმერთს ვიცნობ? ღმერთის გაცნობა ალბათ მთელი, რამდენი ცხოვრება არ გვეყოფა, რომ ღმერთი გავიცნოთ. ჩვენ ღმერთს ყოველდღიურად მივყვებით პატარ-პატარა ნაბიჯებზე. მოდით გავაგრძელოთ. და პავლე მოციქულს ვინაიდან ერთ სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა იმავე სულით, ზოგს რწმენა იმავე სულით და ზოგს განკურნებათან იჭიო იმავე სულით. ზოგს სასწაულთ მოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება, ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც ყოველს უნაწილებს განცალკევებით როგორც ნებავსო. ვერავინ ვერც პასტორს ვერ დააბრალებს, ვერავინ ვერც მსახურებას და ლიდერს ვერ დააბრალებს, მე რატო არა ვარ ისეთი შეძლების როგორც ის არის. ახლა იცით ხო ვანო ჩვენი გორელი წერა მხატვრობაზე ვახსენე. ეხლა რომ ვანოსთან მივიდე და უთხრა, რატო არა ვარ მე მხატვარი? რა ვანოს ბრალია მე თუ მხატვარი მინდოდა ყოფილიყავი და ვერ გამოვედი. რა ვანოს დანაშაულია? მაგრამ ღმერთმა იცის ვინ რაშია გამყოლი. ღმერთმა იცის ვინ რაში არის თანახმა. ღმერთი არავის არ აძალებს. ღმერთი ყველა თავისუფალ არჩევანს უტოვებს, უბრალოდ გვიწოდებს, რომ არის რაღაცა სასიკეთო ჩვენთვის მოცემული, რომელიც კურთხევად შეიძლება გვექცეს და მოვიდეთ და ვამბობდეთ, რომ ღმერთო, მე ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ უბრალოდ ვიღაცამ და მე ამას პირველ რიგში ღმერთის სიყვარულის გამო ვაკეთებ. თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩემთვის, როგორ არ უნდა ვაკეთო მეც? როგორ არ უნდა გავაკეთო? ანუ საერთოდ მაქვს იმის უფლება რომ გავჩერდე? შეიძლება რაღაც მომენტში ჩავარდნა მქონდეს, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ. ხო ხვით? ერთი ესეთი გამოთქმა არის სოციალურ ქსელში იყოს. თუ ვერ დარბიხარ, იარე მაინც. თუ ვერ დადიხარ, იხოხე მაინც. თავარი რა არის ვიცი? იმოძრავე. არ გაჩერდე. მე მჯერავ სამის და მწამს სამის, იმიტომ რომ თავარია არ გავჩერდეთ.
ღმერთი ძალიან სერიოზულად მოგმადლო ძალიან ბევრ რაღაცეებს. მოდი მე მინდა წავიკითხო მათეს ახარება 25 თავი. ესეც კარგად ვიცით. მაგრამ მინდა რომ დავინახოთ ეს ადგილები არის ის ადგილები, სადაც საკუთარი თავი უნდა დავინახოთ. იაკობის წერილში წერია, რომ ის ვინც საკუთარ თავს, ანუ ჩაიხედება წმინდა წერილში და კითხულობს, ეს გავს ადამიანს და თუ დაავიწყდება, გავს ადამიანს, რომელმაც სარკეში ჩაიხედა და დაავიწყდაო. როგორია ის? ჩვენ როცა წმინდა წერილში ვიყურებით, საკუთარი თავი უნდა დავინახოთ, რას გვასწავლის ჩვენ წმინდა წერილი. მათეს 25 თავი მე-14 მუხლიდან 31 მუხლით ჩათვლით, 21 მუხლით ჩათვლით, ლაპარაკი არის ტალანტებზე. და უფალს მოყავს მაგალითი და ამობს, რომ ზოგს 5 ტალანტი მისცა, ზოგს 2 და ზოგს 1. ისე ვამბობ, ჩემზე არ არის დამოკიდებული რამდენი ტალანტი მომცა ღმერთმა. არც მე არავინ შემკითხვია, რომ რამდენი მინდოდა თუ არ მინდოდა. მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველას გვაქვს თუნდაც 1 ტალანტი მაინც მოცემული. უტალანტო ადამიანი, ეს ტალანტი ნიშნავს ნიჭს, იმას რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა. ეგეთია მე ჯერ არავინ მეგულება. არავინ მეგულება. ყველაში არის ჩადებული ის პოტენციალი რაღაცა ნიჭი, რომელმაც პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება, გააღვივე შენში არსებული ნიჭი. ის რომელიც არის შიგნში და ყველაში არის აბსოლუტურად. და ვიცით, რომ ეუბნება, რომ აჰა შენ 5 ტალანტი, შენ 2 ტალანტი, შენ 1 ტალანტი. და ჩვენ ვიცით ეს ადგილები, როდესაც ქრისტე მაგალითი მოიყვანა, რომ მისცა და წავიდა იმ 5 ტალანტის ქონემო და წავიდა და 5 ტალანტი ივაჭრა და მოუტანა და აჰა ბატონო, შენ რო 5 მომეცი, აი კიდე 5 მოვიგე და აჰა შენ. ორმაც იგივე გააკეთაო. და ორ ადგილას ეუბნება, კარგო კეთილო და ერთგულო მონავ. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, იცი? მე ამ ორზე მეტად უფრო ყურადღება იმ 1 ტალანტის ქონეზე გამიმახვილა ყურადღება, რომელიც შეიძლება მე ვიყო. საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ, ღმერთი რო გვეუბნება, ზარმაცო და ბოროტო მონავ. ვის მოეწონება, რომ თქვას, რომ ჩემი ოცნება ღმერთმა თქვას, ზარმაცო და ბოროტო მონავ. ნამდვილად არ არის ჩემი ოცნება. ჩემი ოცნება ღმერთმა თქვას, რომ კარგო კეთილო და ერთგულო მონავ. ჩემი ოცნება და ვფიქრობ, რომ ყველა მორწმუნისა და ქრისტიანის ოცნება ეს არის. მაგრამ არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება მე ვიყო ის, ვინც შეიძლება თქვას, რომ ბოროტო და ზარმაცო მონავ. რატო ამბობს? მარტო არ ამბობს ბოროტოს, არც მარტო ზარმაც არ ამბობს. რატო ამბობს ბოროტოს? შემთხვევით არ არის დაწერილი და იესო ქრისტე ამბობს, რომ იკვლევთ წერილებს და გონიათ, რომ მაშინ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ. ანუ დაწერილი არის, მე როგორც წეგან ვახსენე რომაელებს მე-15 თავი, იმიტომ არის დაწერილი, რომ რაღაცა ვისწავლო მე. და არა იმიტომ, რომ მე გამოვიდე ახლა და ვილაპარაკო, ეს სხვებს ეხება. პირველ რიგში ეს მე მეხება, რა თქმა უნდა, გასაზიარებელი გვაქვს, მაგრამ ეს ყველას გვეხება სათითაოდ. წმინდა წერილი ამბობს ესეთ რაღაცას. ბოროტო და ზარმაცო მონა. მე შეიძლება დღეს დამეზაროს და არ გავაკეთო ის, რაც ღმერთმა ის 1 ტალანტი მომცა რომ გავაკეთო. არავინ მეუნება 24 საათი აქ იყავი. არავინ მეუნება მე როცა შენ პასტორი იყავი. არავინ მეუნება რომ გუნდის ლიდერი და ლოცვის ლიდერი იყავი. არავინ მეუნება რომ შენ რაღაცა დიდი საქმეები აკეთე. თუ არა მაქვს ეს მოცემული. ღმერთი მეუნება შეგიძლია ეს გააკეთო. შეგიძლია უბრალოდ ჩემს გამო მტვერი გადაუსვა აი მეკრას. აი ხლაც მტვერი აქვს ამას. შეგიძლია უბრალოდ მტვერი გადაუსვა? ხო ელემენტარული არის. მაგრამ ხშირად იცით პასტორიას გვასწავლდა ხოლმე. მე დავინახე, მაგრამ მე არ გავაკეთებ. განა იმიტომ რომ ვერ დავინახე. იმიტომ რომ შენც ისწავლო, შენც. და მეც ვისწავლო. და ნიმუშად დაუდგეთ ადამიანს ვთქვათ, მოდი ესე გავაკეთოთ საქმე. რომ ყველამ ვემსახუროთ. სხეულში ყველამ რაღაცა აკეთოს. იცით, სხეული მაშინ უფრო ყველაზე დიდ ტვირთს აწევს. აი ტალახაძეზე ახლა ყველამ კარგად იცით რამ ხელა წონას წევდა. მაგრამ ხელმა რო თქოს, აი მე ვარ ყველაფერი კაცო. რა ფეხი, რისტანი, არაფერი, მაგრამ ის რო ხელებით ეჭირა ამ ხელა წონის შტანგა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხები ჩართული არ იყო. ან ნებისმიერი ორგანო, რომელიც თლიანად სხეულს ანაწევს, ან ხერხემალი არ, აბა ხერხემალი გამოაცალე. ხელი აწევს საერთოდ? ხშირად გონია, მე რა შემიძლია რომ გავაკეთო, არაფერი არა ვარ და ეშმაკი მოდის ტყუილებით. მე არაფრის კეთება არ შემიძლია. დაიმახსოვრეთ და ყველამ დავიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არაფრის კეთება არ შეუძლია. ესეთი რაღაცა არ არსებობს. ეს არც ყოფილა, არც არის და არც მომავალში მოხდება, სანამ დედამიწა იარსებებს, რომ მე უფალმა მომავლინა
დგავა და არაფრის კეთება არ შემიძლია, ესეთი რაღაც არ არსებობს. მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა, მუდამ ყურში უნდა გვესმოდეს. ბოროტო და ზარმაცო მონავ. ბოროტო და ზარმაცო მონავ. არ ვიზარმაცო. არ წაუყრო. ჩვენ არავინ არ ვიცით, წეღანაც უახსენე, არავინ არ ვიცით, ვის აქ ბოლო წამები დათვლილი. ან როდის მოვა ქრისტე. ან საერთოდ ზოგს გონე მეც რამდენი დრო მაგ დარჩენილი. არავინ არ ვიცით, ვის რამდენი დრო გოგ დარჩენილი, ვინ რა პერიოდში ვართ. მით უმეტეს ასაკითაც განსხვავდებით ყველაფრით, მაგრამ არ ნიშნავს იმას რა ხამ ასაკით განსხვავდები, ან ცოტა ასაკში ვარ, ან მოხუცი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, ესე იგი ცოტა დრო მაგ დარჩენილი. იოანეს ახარება 21 თავი 15-17 მუხლები. პეტრეს რას ეუნება იესო ქრისტე? პეტრე გიყვარ ვარ? პეტრე გიყვარ ვარ ეუნება. მას შემდეგ რაც ისაუზმეს, იესომ უთხრა სიმონ პეტრეს, სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? მან მიუგო, დიახ უფალო, შენ იცი რომ მე მიყვარხარ. მან უთხრა, აძოვე ჩემი კრავები. ანუ გააკეთე საქმე. თუ გიყვარ ვარ, შენი ლაპარაკი არ მჭირდება მე. მიდი საქმეს გააკეთე. დაიწყე მოქმედება. კვლავეუნება მეორედ, სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? მიუგო, დიახ უფალო, შენ იცი რომ მიყვარხარ. უთხრა მას, დამწყემსე ცხვარი ჩემი. მესამედ უთხრა, სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? პეტრე დანაღვლიან და მესამედ რო კითხა, გიყვარ ვარო? და უთხრა მას, უფალო, შენ იცი ყველაფერი. იცი რომ მიყვარხარ, იესომ უთხრა, აძოვე ჩემი ცხვარი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ თუ მიყვარს მე უფალი, დღეს ყველამს მე უფალი მიყვარს. პირველი იოანეს 3:18 ძალიან ხშირად მოგვიყვანია მაგალითად. გვიყვარდეს არა სიტყვით, არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით. ეს იცი რა არის მოსმენილი სიტყვა, რომელიც არის, ეს თუ არ წავიღეთ, ჩვენ არ გავაპრაქტიკეთ. ესეთი გამოთქმა შარშანდელი თოვლივით გაქრება. მას აღარ ექნება არანაირი ნაყოფის მოტანა. გაქრა. დაურჩი ისევ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია, რომელიც იყო გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა. ყველა დანარჩენები უნდა ვიცლობოდეთ უკეთესობისაკენ და მივდიოდეთ წინ და წინ. მე მინდა ერთი ადგილი წავაკითხო რომაელების წერილიდან და გავამახვილოთ რაღაცაზე ყურადღება. ეს არის რომაელების წერილი, მე-6 თავი. მოდი მე-7 მუხლიდან წავიკითხავ, მე-13 მუხლამდე. ვინაიდან ვინც მოკვდა ცოდვისაგან თავისუფალია და თუ ჩვენც დაუკვირდეთ მუხლებს და თუ ჩვენც ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც. რამე თუ ვიცით რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე, ვინაიდან ის რომ მოკვდა ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს ღმერთისთვის ცოცხლობსო. და მე-11 მუხლს დააკვირდით, როგორ ჩათვალე, ასევე ჩათვალეთო თქვენი თავები ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. ანუ თუ ქრისტე ღმერთისათვის არის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი და ჩემი თავით ესე უნდა ჩავთვალო, მე მაქვს იმის უფლება რომ ეხლა დავჯიდე და ფეხი-ფეხზე გადავიდო. შეკითხვა საკუთარ თავს უსვო შეკითხვას. მე-12 მუხლი. მაშნუ იმეფებს ცოდვაო თქვენს მოკვდავს სხეულში, მის გულის თქმათა დასამორჩილებლად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს, ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ მიართვით ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი და ასევე თქვენი ასოების სიმართლის იარაღათო ღმერთს. ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ხელიც, ფეხიც, ნიჭიც, უნარიც, შესაძლებლობაც, უფლის მსახურებას. ისევ ერთი ადამიანის ხელს ვერ აშენებს, ორი ადამიანი, ყველანი ვართ მოწოდებულები. გახსოვთ, როდესაც ღმერთი ეზეკიელს ეუნება, რას ხედავ? და ძალიან დიდ მინდორს ხედა, სადაც ბევრი ძულებია. და ეუნება უწინასწარმეტყველი. და დაიწყო ნელ-ნელა წინასწარმეტყველება და ძვალი შეედგა. და ის ბოლოს უკვე ამას მე ხორცი შეისხა, ასე შემდეგ და ბოლოს ძალიან ძლიერი ლაშქარი წამოდგაო. ის არ არის არც ერთ ადამიანზე და არც მეორე ადამიანზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და ბოლოს ღმერთი კრავს. და მოდის მისი სული და იმ სულში უკვე ძლიერი სხეულია, რომელსაც ძალიან დიდი საქმეების კეთება შეუძლია. ერთსა და ორს არ შეუძლია. კორინთელების წერილი, მეორე კორინთელების წერილი. მე-4 თავი. მე-11 მუხლები. კარგად ვიცით, მაგრამ მაინც.
და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალი იესოს სიკვდილს, რაცა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდესო. ვინაიდან ჩვენ ცოცხლები მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდესო. ანუ რატო ამბობს წმინდა წერილი ამას? ყოველდღე ვკვდები საკუთარი თავისთვის იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნო. მე ძალიან არ ამსიამოვნო სიცხეში ახლა ვიდგეთ და რაღაცებს უფლისათვის ვაკეთებდით. არ არის ასიამოვნო, მაგრამ ვკვდები და მინდა რომ ყოველდღე ვაკვდინებდე ჩემს ცოდვილ მდგომარეობას, რომ ღმერთის ნება აღსრულდეს. ღმერთის ნება აღსრულდეს. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და ცოტა 10 წუთი დაგვჭირდა დრო და მე ვისაუბრე იმაზე, რომ თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, მაგრამ მინდა ახლა ცოტაოდენი დრო დაუთმო იმას, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს. წეგან მე პეტრეს წერილი ვახსენო, თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ. მე მინდა წავიკითხო გამოსვლის წიგნიდან. ეს არის ადგილი გამოსვლის მე-17 თავი, მე-9 მუხლიდან წავიკითხავ მე-12 მუხლამდე. ეს არის ადგილი, როდესაც ისრაელი და ებრაელი ხალხი ყამალეკთან ბრძოლაში იყო და როდესაც მოსე ავიდა მთაზე და ხელები მაღლა ეჭირა. აი ეს მომენტი არის. და უთხრა მოსემ იესოს, ეს არის იესო ნავისზე, გამოგვირჩიე კაცები და გადი შეებრძოლე ყამალეკს, ხვალე მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში. და გააკეთა იესომ, როგორც უთხრა მას მოსემ, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს და მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ. და როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, ძლევდა ყამალეკი. დაუმძიმდა მოსეს ხელები. აიღეს ლოდი და დაუდგეს ქვეშ და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები ერთმა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან და იყო მისი ხელები უდრეკიო მზის ჩასვლამდე. ბიბლია ეს არ არის წასაკითხი წიგნი, ეს არის გამოსაკვლევი წიგნი და ლაკონური წიგნია, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს. ის ორ ადამიანს აქ არ ვიცი, წერია ხურმაო, მაგრამ ზოგიერთ ადგილას როგორც იესო ნავის ძე და ქალები, ასეა მოხსენებული ზოგიერთ თარგმანში. რომლებიც ეს ქალები, ქალბატონები კი არ იყვნენ, ეს იყო სახელი, როგორც იესო ნავის ძე. და ხელები, რომელიც იყო აპყრობილი და დაეღალა, მოდი მთელი დღე აღაპყარი ხელები როგორია, მაგრამ დაეღალა. მას ძალიან დიდი საქმე ჰქონდა, იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ ხელები, რომელიც მაღლა ჰქონდა აწეული, იმ დროს იმარჯვებდა მხოლოდ და მხოლოდ, როგორც კი ჩამოუშვებდა, მტერი ძლევდა. იცით, იმისათვის მე წეგან ტვირთის აწევაზე როცა ვსაუბრობდი, ძალიან ძნელია მარტო ადამიანმა და პასტორს ხშირად უთქვავს, რომ ეშმაკი მოდის და ლაშქრით და მთელი ჯარით გვეომება. და ჩვენ კანტიკუნტად აქეთ არ უნდა შევებრძოლოთ, იმიტომ რომ აუცილებლად დავუმარცხდებით. მაგრამ თუ კი მე ვიქნები ჩემი პასტორის, ჩემი ლიდერის, თუ ლიდერების, მე არ ვიცი ვისთან მსახურობს და როგორც არის, დაუდგები მხარში, აუწევ ხელებს, ზოგჯერ შევაშველო. ის ვის მოემსახურება, იმიტომ იმ მტერს რომ გაემარჯვე, როგორ ფიქრობთ, ბოლოს ის ვისაც ხელი უნდა აეწია და არ აუწია, იმას არ შეეხებოდა ის მტრის განადგურება? რა თქმა უნდა, იმასთან შეეხებოდა. ანუ ზოგს გონია რომ თუ კი პირველი პირი, ისევ შეიძლება პასტორი იყოს, შეიძლება რომელიღაც სახურებაში პირველი პირი და მსახური და ლიდერი იყოს შესული. ის იმისი პრობლემა, ჩემი პრობლემა არ არის. იმის საბრძოლველია, ჩემი საბრძოლველი არ არის. გასაგებია რომ იმის საბრძოლველი შეიძლება არის ის, რომ ის პირველ პლანზე და პირველ ადგილას იდგეს. მაგრამ ჩემი მოვალეობა არის რომ გვერდში დავუდგე და მეც ვიბრძოლო მასთან ერთად. ზოგს გონია ხოლმე და ბევრჯერ მე ვაღიარებ ამას, რომ მე სხვისი ჭირი კედელს ჭირი. მისი საბრძოლოება მე თვითონ იბრძოლოს, მე რა შუაში ვარ. ის ადრე თუ გვიან მე შემეხება განსაკუთრებით პასტორებზე ვამბობ. რატო იცით? მე დასაწყისში ვახსენე რომ დააყენა ღმერთმაო, მან დააყენა ეკლესიაში. მოციქულები, წინასწარმეტყველები, მასწავლებლები, ხუცესები და თუ იმ პირველ პირთან და დავარტყავ მწყემს, როგორც ქრისტემ თქო, გაიფანტება ცხარი. თუ დაარტყავს მწყემს და თუ მწყემსაც მოხვდა, ცხარსაც ხო კაი დღე არ დაადგება. საკუთარი თავი დავინახოთ, მე იმიტომ კი არ აწევ, ამაში თითქოს არის საკუთარი თავის გადარჩენაც, რომ მე იმას კი არ ვეხმარები, მე ამაში საკუთარ თავსაც ვეხმარები. იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ის იმისი ბრძოლა, არა, ის ყველას ბრძოლა არის. ის ჩვენი ბრძოლაა.
ჩვენ ეკლესია მოწოდებული ვართ როგორც ერთ სხეულად. და როგორ ფიქრობ, ისევ ამ მარტო ხელს შეუძლია რაღაც სხეულს. სხეულში ყველა ორგანო მოქმედია და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. იესო ნავის ძის დანიშნულება და ქალების დანიშნულება იყო ის, რომ მოსეს ხელები დაეჭირათ, რომ მტერზე გამარჯვება ეზეიმათ ბოლომდე. იმიტომ რომ ძლევდა უკვე, დაიღალა კაცი, აღარ შეუძლია. არავინ შეიძლება არ აღმოჩნდეს, რომ გვერდში იყოს. ეს სასწავლებელი გვაქვს. ეს არ არის რომ ითხელ ვილაპარაკეთ და всё. გამოჩნდება პრაქტიკაში რამდენად გავიგეთ. და ეს არის ის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაუდგეთ ჩვენს პასტორს პირველ რიგში, ჩვენს იმ ლიდერებს და მსახურებს, სადაც ჩვენ გვიწევს მსახურება, დაუჭიროთ ხელები. ზოგჯერ რომ იგრძნოს რაღაცა. იცი ზოგჯერ ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება იყოს, ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ლოცვითი შუამდგომლობა იყოს, ზოგი რა და ზოგი რა. ისევ ამო პავლე მოციქულებს მე არ ვეძებ ჩემთვის რაიმე სასარგებლოს, მე ვეძებ ნაყოფსო, რომელიც თქვენ სასარგებლოთვე არის. მე ვეძებ ამ ნაყოფს. იესო ნავის ძეს პირველი თავის პირველივე მუხლი როგორ იწყება, იცით ხო? როცა გარდაიცვალაო მოსე, ღმერთის მსახური, მოუწოდაო იესო ნავის ძეს მოსეს მსახურსო. ვის ემსახურებოდა? აი წეგან ვამბობდი თითქოს მუხლების რაღაცა დაპირისპირება გამოდის, რომ ჩვენ როგორ უნდა ვემსახურებო? მე ვერ გავიგე ვის ვემსახურები, პიროვნებას კონკრეტულად რადას ვემსახურები თუ ღმერთს, ვერ გავიგე. კარგად გავიგო. ჩამოყალიბება აზრისა განაპირობებს იმაში, რომ მე რადას რომ ვემსახურები, იმიტომ ვემსახურები რადას რომ მე ღმერთი მეუბნება, რომ ესა სწორია. მოსეს მსახურს მოუწოდაო, რო წერია მე ღმერთს ვემსახურები და მოსე რა შუაში არის ღმერთი, მე შენი მსახური არა ვარ. თითქოს დამცირება არის ღმერთისაგან, ღმერთო მე ამდენს ვაკეთებ შენთვის და რატო არ მე რადას მსახური? მე ხო შენი მსახური ვარ. მაგრამ ეს დამცირება კი არ არის. მე პასტორის დამცირება კი როცა მე ვემსახურები. ეს პრივილეგიათ უნდა მივიჩნიო, რომ ღმერთო მე მსახური ვარ. მსახური ვარ. იმაზე დიდი სიხარული რა არსებობს ადამიანში, როცა ვაკეთებ იმას, რასაც ღმერთი მეუნება. მსახური ვარ, ვაკეთე რა, მე არა ვარ არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული ვიღაცაზე. ვინც მაგას ამოს ესე იგი ის უკვე სხეულთა ძალიან შორს არის. ჩვენ ყველანი ერთმანეს ვემსახურებით და წმინდა წერილი ამობს, რომ როცა გარდაიცვალა და მოკვდაო მოსეო, მოუწოდაო ვის? იცი ზოგჯერ მე რომ აი ყველანი წამსვლელები ვართ ამ ქვეყნიდან ადრე თუ გვიან. იცი რა, ზოგჯერ შეიძლება თქვას, რომ აი ხუჩასნაირი პასტორი არავინ არ იქნება სხვა, ან შმაგისნაირი, ან კიდე გუნდის ლიდერისნაირი, ან იმისნაირი, ან რა თქმა უნდა, ყველანი ინდივიდუალურები ვართ. მაგრამ ღმერთმა თუ დაინახა ჩვენში, რომ იმ ხელებს უწევთ, მაღლა და იმას ის ხელები გვიჭირავს, რომ ვიღაცას გვერდში დაუდგეთ და ვემსახუროთ, ღმერთმა შეიძლება იმდენად დიდი მსახურებები და საქმეები მოგცეს და მოგვანდოს, რომ შოკირებულები ვიყოთ. ვინ გააჩერა მზე? მოსე? არა, იესო ნავის ძე. აი მსახურმა ვისაც ეგონა რომ მე ახლა იცი რა მე პასტორის მსახური ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ხო? არა. ზუსტად იმ ადამიანმა გააჩერა და სხვათა შორის ამობე რომ ნაკიანი წელი თვე რო არის, თებე რო არის, ზუსტად იმას ამობე, ზუსტად ეს იყო ის პერიოდი, როცა მზე გაჩერდაო. მე არ ვიცი, მე ამას ვერ ვადასტურებ, თუმცა მოსმენილი მაქვს ეს რამდენად დადასტურებული ფაქტია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნახეთ რისი თქმა მინდა, ზოგჯერ როცა მე ვიღაცას ვემსახურები, პასტორია თუ ლიდერია, ღმერთმა შეიძლება იმდენად დიდი რაღაცა გამიმზადოს და ისეთი საქმეები გამაკეთებინოს, რომ ჯერ არავის ცხოვრებაში არ გაუკეთებია. არავის არ გაუკეთებია. მოსე პირისპირ ელაპარაკებოდა ღმერთს, მაგრამ მოსეს არ გაუჩერებია მზე. იცით რა დიდი მნიშვნელობა აქვს თუ დავინახოთ საკუთარ თავს იმ პოზიციაში და იმ მდგომარეობაში, რომ მე რო ამით ვემსახურები, მე ჩემ წილ მსახურებას ღმერთი აუ თავის დროზე მომცემს. მე ისევ ამ შეიძლება მე დღეს არ ვიცი რას მეუნება ღმერთი. მე შეიძლება ვერ ხვდები რა მოწოდება მაქვს მე დღეს, მაგრამ ერთი რაღაც უნდა ვიცოდე მე. რომ ვინც იცის იმას მაინც დაუჭერ მხარს და თავის დროზე მეც გავიგებ ჩემ პასუხისგებლობას, ჩემს მოწოდებას და ჩემს ნათეს აუცილებლად მოვიმკი, როცა სხვაც მომემსახურება და დამედგება გვერდში. იმიტომ კი არა რომ მე მემსახურება, მე ისევ ამ პასტორს ხშირად უთქვავს, რომ მე არაფერი მჭირდება. ის არ არის, თუნდაც ეხლა რომ წასულია პასტორი, ის არ არის თავის საქმეზე წასული.
ჩვენ საქმეზე არის წასული. შენ საქმეზე და ჩემ საქმეზეა წასული. იმ მომავალი საერთო საქმისა და ხედვისათვის არის წასული. ეს არა, იცი რა პასტორი არ არის ადვილი, შეიძლება მსახურება, მაგრამ ის რასაც ღმერთმა შეუძლია რომ მოგვანდოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, მე დღეს რას გავაკეთებ და როგორ მსახურებაში ვიქნები. მე მინდა კიდე ერთი მუხლი წავიკითხო ებრაელების წერილიდან, მესამე თავის მეხუთე მუხლი. ებრაელების მესამე თავის მეხუთე მუხლი ამბობს და მოსეც იყო ერთგულიო მთელ მისახლეულობაშიო როგორცო მსახურიო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ვიცოდეთ რომ მე როგორც მსახური საკუთარი თავი უნდა დავინახო იმაში რომ მე როგორც მსახური და ვეძებო ის რომ ვის ვემსახურო, როგორ ვიმსახურო. მე დარწმუნებული ვარ რომ ღმერთს აქვს პასუხები. თავარია თუ ვეძებთ, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა მათეს ახარების მე-7 თავის მე-7 მუხლში რომ არავინ არისო ვინც ეძებს და ვერ პოულობსო. ან არავინ არის ვინც თხოვს და ვერ ღებულობს. თუ მე მართლა მინდა და ვეძებ, აუცილებლად ვიპოვი იმას რომ ღმერთო მე მინდა სურვილი მაქვს, ეს უკვე კარგია. კარგი ნაბიჯია დაწყებული. მაგრამ ეხლა ეს ნაბიჯი რაც არის ეხლა მინდა გავიგო რომ სად ვიმსახურო, როგორ ვიმსახურო, რანაირად ვიმსახურო, რა ფორმებით ვიმსახურო. ღმერთს აქვს გამოსავალი, ღმერთს აქვს პასუხები, ღმერთს აქვს სიტყვები. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის და იმ სიტყვისათვის, რომელიც მოხდა ჩვენი დრო ამოიწურა. და მოდით, როგორც წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ ვიყოთ სიტყვის შემსრულებლები და არა მხოლოდ მომსმენები თავის მოსატყუებლად. იმიტომ რაც დაწერილი არის, პირველი პეტრეს 2:21 წერია, რომ მან მაგალითი დაგვიტოვა ორმის სკოლას გავყვეთ. მაგალითი ავიღოთ ქრისტესგან, როგორც ივანეს სახარებაში 13 თავში ამბობს. იცით, რატო ეუბნებოდა ქრისტე პეტრეს, თუ მე ამას არ მოგემსახურები, შენ ჩემთან წილი არ გექნება. მე თუ არ გავაკეთებ იმ მსახურებრივ მომსახურებას, მე წილი არ მექნება მის სხეულთან და მის ძესთან. ამიტომ ძალიან არსებითა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვისწავლოთ და მაგალითი ავიღოთ ჩვენი უფლისაგან. მოდით წამოვდიეთ ფეხზე. მადლობა უთხრათ ღმერთს და დაგვეხმაროს, რომ არ ვიყოთ სიტყვის მომსმენები და თავს არ ვიტყუებდეთ. ასე ამბობს იაკობ მოციქული. რომ შეგვეძლოს, რომ აქედან ცარიელები არ წავიდეთ და ვთხოვოთ ღმერთს, როგორც დასაწყისში ვლოცულობდი, რომ ეშმაკი ეგრევე შეეცდება, მალევე შეეცდება, რომ წაიღოს გულიდან. მალევე შეეცდება, რომ ის აზრი წაიღოს ჩვენგან. მალევე შეეცდება, რომ მოგპაროს, მოგტაცოს. ნაყოფები არ მოიტანოს. ძალიან შეეცდება. ამიტომ მოდით ვიყოთ ხიზლად, ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ, რომ ვემსახუროთ ღმერთს.